რუსთაველის თეატრის ეროვნულ სცენაზე ლეგენდარული ქართველი მსახიობის და სპორტული კომენტატორის ეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილეს შემოქმედებითი საღამო მიეძღვნა პროექტი კულტურის სამინისტროს და მერიის მხარდაჭერით შედგა მსახიობზე, რომელმაც ქართულ კინოსა და თეატრში გამორჩეული ეპოქა შექმნა. შორენა კოპალეიშვილი ისაუბრებს. 100 წლის ეროსის მომაჯადოებელი ხმა რუსთაველის თეატრის სცენას ისევ ისეთი მაგიით იპყრობს. თეატრალურში მსახიობობის ნიჭით დაწუნებულმა სამტრედიელმა ბიჭმა ქართულ თეატრსა და კინოში ეპოქა შექმნა. მოვიდა თუ არა ეროსი რუსთაველის თეატრში ყველა ამბობდა ეს ხორავაც შემცვლელი იქნება. აქამდე უცნობი ეროსის ისტორიები სიმბოლურად სამტრედიიდან სოხუმამდე რკინიგზის სადგურში ცოცხლდება. იმპროვიზაციის მეფეზე, რომელმაც მთელი ცხოვრება ადამიანების სიყვარულს უძღვნა და თეატრი თავის ბედისწერად აქცია. გავიხსენეთ ის სიმღერები, რომელიც ეროსისთვის დაიწერა. მოვყევით იმ ქალზე, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ეროსი მანჯგალაძეს. ასევე მოვყევით იმ ქალზეც, მისმა შვილმა მოყვა ეს, რომელიც ეროსის უყვარდა მთელი ცხოვრება. მაგრამ რაღაცა ეს უიღბლობის თანმიმდევრულობა არ ქრებოდა ეროსი მანჯგალაძის ცხოვრებაში. ჩემთვის, რომ მკითხოთ, ყველაზე ღირსეული ქართველი მსახიობი უპირობოდ ეროსი მანჯგალაძეს დავასახელებ. ხანუმა ჩვენ ვითამაშეთ 500-ჯერ. წარმოგიდგენიათ 500 სპექტაკლი. დღესაც რუსთაველის თეატრი გადაჭედილია და მისი სიყვარულით არიან მოსულები, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს მსახიობისათვის. ყველაზე მეტი როლი ითამაშა პირველ ქართულ მაცნედ, ლეგენდარულ კომენტატორად და მსახიობ ვასილ ჩხაიძის ხმადაც იქცა. პატივი იყო, რომ მისი პარტნიორი ვიყავი თეატრში, ტელედადგმებში და ძალიან მიხარია, რომ ეს 100 წლის თავი დღეს არაჩვეულებრივად გაიმართა. გამორჩეული არტისტი იყო თავისი ხმით, თავისი რაღაც სტილით, თავისი ესთეტიკით, განსაკუთრებული და მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომიწია თუნდაც ესე ამ სახით მასთან ასე ვთქვათ პარტნიორობა, ასე ვიტყოდი. მსახიობებთან ერთად რუსთაველის თეატრის სცენის დიდ ლეგენდაზე დიდმა მაესტრომაც უამბო მაყურებელს. ისი აჩტილი აქ დადის. ამ თეატრში აჩტილები დადიან. ნამდვილ თეატრში ყოველთვის უნდა იყოს აჩტილები. იმიტომ მათზეა დაფუძნებული თეატრის დღევანდელი დღე და ხვალინდელი. ქართველი კაცი თეატრის კაცია. აქ არ შეიძლება რომ არ დაიბადოს და ახალი ტრადიცია არ შექმნას ვიღაცა მართლა გენიოსმა. და ამიტომ ცოტა მოითვიდეთ. შენი საკადრისი რაც არ უნდა ითქვას ზედმეტია. საკადრისი აპლოდისმენტების ხმა დიდხანს ისმოდა რუსთაველის ეროვნულ თეატრში.